მიწევ ხარ ვაგეფო შეხო. ვაგეფო კიდე გადმოვატრიალე. იქ გოდერძივალი ჯანაშვილი ავარჯიშებდა. ხოდა იქ მიმიყვანეს ძიუდო სექციაში და ესე დაიწყო ჩემი პირველი შეხება ძიუდოსთან. აი, აქაც პირველ გვერდზე ხართ ლელოსი. საწოლი გახდა. რომელი წელია? და სულ 6 საუბრის ყავს სპორტის ოსტატი. ნანა ასრათაშვილი, დიას გულაძე, რუსიკო კუპატაძე, ნინო მარჯანიშვილი, ნინო კუცნიაშვილი, თქვენი მონამორჩილი და შემდეგ ლელა ნებიელიძე. თქვენ ხართ ათენის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, სოფლიოს სამგზის მედალოსანი. ამ დროს ესეთი შოკი და ამ შოკმა უცბად რომ მომიყვანა აზრზე. ნინო როგორ სალამი. გამარჯობა, მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ გიორგი ჭანიშვილი, ჩვენი პოდკასტი ჯუდო ჭანოსთან მორიგი ეპიზოდის დრო დადგა. იცით რომ ჩვენ პოდკასტს წარმოგიდგენთ ლიდერ სპორტი, პირდაპირ გადავიდეთ ჩვენ ძალიან მაგარ სტუმრებზე და ძალიან ძლიერ სტუმრებზე. მეგობრებო, დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმრები არიან აი იმ პირველი ხო თაობის, ქალთა ძიუდოს თაობის ჩემპიონები, ეს სიტყვა შეგვიძლია თამამად ვთქვათ, ნინო კუცნიაშვილი და თეა დონღუზაშვილი. ნინო, თეა, მოგესალმებით. ჩვენ რა თქმა უნდა თქვენს ტიტულებზე, მე იქი თეასკენ რო წავალთ კიდე უფრო სერიოზულ ხო ტიტულებზე ვისაუბრებთ, ყველაფერს გავიხსენებთ და მიხვდება ჩვენი მაყურებელი, გადავეშვებით კიდევ აი 80-იანი, 90-იანი წლების დასაწყისი, რთული პერიოდი იყო ძალიან, როცა ქალთა ძიუდო ძალიან მაგრად დაიწყო ხო განვითარება და შემდეგ ბევრი ისეთი რამ მოხდა, იყო მაგარი წარმატებები, იყო წარუმატებლობაც, იყო რთული პერიოდი და ყველაფერს გავიხსენებთ. ყველაფერი იმიტომ რომ ჩვენი ისტორია, ჩვენი ასე ვთქვათ ხო, ძველი ამბებია, რაც ძალიან ძვირფასი არის. მოდი ნინო დავიწყოთ საუბარი, ნინო თეა დავიწყოთ საუბარი. მადლობა რომ მოხვედით პირველ რიგში. როგორ ხართ? როგორ გრძნობთ თავს ჩვენ სტუდიაში? კომფორტულად ძალიან. ძალიან დიდი მადლობა ჯერ პირველ რიგში გამარჯობათ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი მოწვევისთვის. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთ გაიხსენებთ ჩვენს დასაწყისს, იმიტომ რომ მართლა პირველი მერცხლები ვართ. ნინო უფრო პირველი მერცხალია ვიდრე მე. და ეხლა ძალიან პოპულარულია საქართველოში ქალთა ძიუდო, ეს ეთერი ლიპარტელიანი დიდი დამსახურებაც არის და არ უნდა დავივიწყოთ, რითი დაიწყო საერთოდ საქართველოში ქალთა ძიუდო. რა თქმა უნდა, ჩვენ გავიხსენეთ ძველი ამბები, ხო, ქონდა საუბარი ამ ყველაფერზე. მოდი, იცი რითი დავიწყოთ მაინც, ნინო, ესე იგი, სიმბოლურად აღინიშნა ხო, წელს ძიუდოს აკადემიაში ჩვენთან აღინიშნა ქალთა ძიუდოს, თქო, დაბადების, ხო, პირველი ნაბიჯების, ასე ვთქვათ, 40 წელი ესე დაერქვა, მეტიც იყოს, ხო, დაუშვათ, 10 გავაკეთეთ. 10 გავაკეთეთ, აქამდე ესეთი იუბილე არ ყოფილა, ხო, არ. მოდი, აი იუბილეთი დავიწყოთ საუბარი, როგორ აღინიშნა თქვენ ყველანი შეიკრიბეთ ერთად, ხო? თეა ჩამოვიდა, სხვა ვეტერანები ჩვენი ჩამოვიდნენ, ემიგრანტები, ნინო საფრანგეთიდან, მარჯანიშვილი და სხვა სპორტსმენები. კანადაშვილი ჩამოვიდა ბელგიიდან. კი ბატონო და აი როგორ მოხდა ეს? ამით დავიწყოთ და გორიდან ჩამოვიდა კიდევ გოგონა. და მე გამარგორგიშელი. ხო, გადავეშვათ აი იმ ძველ წლებზე და გავიხსენოთ ძველი ამბები. ამ იუბილეზე ვთქვათ, მე მგონი ძალიან კარგად ჩატარდა და გაიხსენეთ თქვენ ძველი ამბები და ეს ყველაფერი, ხო? კი, ძიუდოს აკადემიაში. ხო. აი ამით რომ ეს გავიხსენეთ ეს ამბები, აბა ამ იუბილეზე. ძიუდოს აკადემიაში შევიკრიბეთ. ნაწილმა გოგოებმა მოირგეს კიმანო. პატარა მოთელვა ჩაატარეს. ივარჯიშეთ კიდეც, ხო? იქ კადრებიც არის, ხო? ქონდა გადიდებული ჩვენი ძველი სურათები ბანერების სახით, დაგვაჯილდოვეს. და რა ვიცი, ისეთი კარგი ატმოსფერო იყო, რასაზე იმო. კი. მან ფედერაციად ჩაერთო, ასევე ფან-კლუბი ჩვენი, ხო, მე მგონი ერთობლივი ეს გამოვიდა. დემიტრაშვილი აშუქებდა. ხო. პრეზიდენტი ფედერაციის ბატონი ბრძანტო. ლევანოზაძე, ხო. ნოზაძე. იცი რა, აი როგორი, აი რომ შეიკრიბეთ ეს ერთმანეთი ნახეთ, ალბათ დიდი ხანი ზოგს ნანახი წლობით არ ყავდა. დავამთავრეთ. ყავდათ ერთმანეთი, ხო? კი, არ ყავდა ნანახი.
აი ეს ემოციები როგორი იყო, რომ ერთმანეთი დაინახეთ. თითქოს ვეღარც ვცნობდით, ისეთ შეცვლილები ვიყავით რა, ზოგიერთებმა ერთმანეთი ვერ ვიცანით. მე პირადად იყო ეს, მაგრამ არ ვაგრძნობდი იმ გოგოს, ვინც ვერ ვიცანი. ხო, მაგრამ მე მგონი მე რო ჩაიცვით ჯუდოგები, კიმონოები, ჯუდოგები რო მე უკვე ისანით თვალეთი, ხო? და გაიხსენეთ. აი ეს ემოციები როგორია, აი რო გახსენდებათ ეს ძველი ამბები, აი ამ ემოციებზე რა სიტყვით, აბა? თითქმის აი ცხოვრების განმავლობაში აღარ განმეორებულა ესეთი ოქროს ხანა, რაც ჩვენ განვიცადეთ იმ წლებში, როცა ჩვენ ვარჯიშობდით და ერთმა გატაცებული ვიყავით ამ სპორტის სახეობით და გვიყვარდა ერთმანეთი და გაგვქონდა ეს ჩვენი მხრებით. მიუხედავად იცი რა ძალიან გულდასაწყვეტია ის რომ ეს ისეთი სპორტის სახეობა იყო რომ მაშინ მიუღებელი იყო რა საზოგადოებისთვის ეს რომელი წლებია ნინო მოდი დავას 90-იანი წლები რა და სხვათა შორის ამას გრძნობდით საზოგადოებისგან გაზეთებში ციწერებოდა სხვათა შორის უარყოფითი სტატიები მასწავლებლები წერდნენ და რომ არ შეიძლება ქალმა იჭიდაოს ქართველმა ქალმა იჭიდაოს და ქართველმა ქალმა და შესაბამისად ნუ ის აღარ ევარგება როგორც დედა შვილები არ ეყოლება და რა ვიცი აი ესეთი და ბულინგი მოდიოდა ძალიან დიდი ეხლა რამდენადაც არ უნდა გასაკვირი იყოს ამ გადასახედიდან 21 საუკუნის გადასახედიდან 90-იანებში იყო ესეთი მიდგომები რა და ჩვენ ეს ძალიან გულს გკენდა რა თქმა უნდა ჩვენ ოჯახები გვიჭერდა მხარს მე მამა მიმიყვანა სპორტზე მამა ჩემი სპორტის ოსტატი არის სამბოში და ქართულ ჭიდაობაში და პირველი ფანი ის იყო ჩემი და ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევდა მე პირადად და სულ დამყვებოდა შეჯიბრებზე და აი ჩემს გვერდით იდგა და იამაყებოდა და აი საზოგადოების ნაწილი უარყოფდა და ვერ იღებდა ამ სპორტის სახეობას სამწუხაროდ და აი შიგნით აი ძიუდოს სფეროშიც იყო ეს მიუღებლობა სხვათა შორის რა ზოგიერთი მწვრთნელისგან და აი ეს ძიუდოს საზოგადოებისგან ბოდიში მომიხდია მაგრამ ესე იყო რა ამის ანუ ესე იგი რთულ ისედაც რთული წლები წამოვიდა მე ხო როცა ამხელა გლობალური ამბები მოხდა დაიშალა საბჭოთა კავშირი აქ გვახსოვს ყველას რა პერიოდის საქართველოში რა ხდებოდა სხვაგანაც და ისედაც რთული პერიოდი იყო და თან ხო ჩვენი გუნდის დაშლას რა თქმა უნდა ხო და ეს ქართულ მენტალიტეტმა ვერ მიიღო რომ ეს ქალი და კიმანო და ქალი და ჭიდაობა ეს აი მიუღებელი იყო მაშინ ჩვენ ვიყავით მართლა აი პირველი მერცხლები ვინც აი საზოგადოებასაც ვებრძოდით და თან შეჯიბრზეც უნდა მოდი ნინო ერთადერთი გოგონა არის თია ჩვენი გუნდის დაშლის შემდეგ ვინც გააგრძელა და ამხელა შედეგები დადო თეამ რა კი ბატონო რა კი წამოვიდე ხა ამ თემაზე ისედაც რა თქმა უნდა ვიტყოდით თუმცა რა კი ეხლა შევეხეთ თეას მიღწევებს ყველაზე სერიოზული იმ წლებში ხო წარმატება რომელსაც ნუ თუმცა მართალია რუსეთის სახელით მოხდა ხო თეა ხო ესე იგი თქვენ ხართ ათენის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი სოფლიოს სამგზის მედალოსანი ერთი ვერცხლი გაქვთ და ორი ბრინჯაო ხო სწორია და ევროპაზე გაქვთ ძალიან ბევრი მედალი ხო 11 მედალი 7 ვერცხლია ხო შევს ეხლა რომ უყურებდი 7 ვერცხლი რომ ნახე თვითონ აი რა უნდა გააკეთო ისეთი რომ შუჯერ წააგო ფინალში და ერთი ოქრო არის ოღონდ ის აბსოლუტური იყო ხო და ბრინჯაოც თუმცა მე ამ რომ მეკითხები ახლა შუჯერ როგორ და ესე იგი მე ესეც იმას ვაძლევ ხოლმე პასუხს რომ გაზაფხული ყოველთვის წარდებოდა ხოლმე გაზაფხულში და გაზაფხულში არაზრს ფორმაში არ ვიყავი ცოტა შორს ეხაც ევროპის ჩემპიონატი აპრილში არის ხოლმე ყოველთვის ხო და ახლა ვთქვათ რომ მომავალ წელს იქნება თბილისში თბილისში იქნება და ჩვენ ჩამოყავს მე ახლა პროექტს ჩამაბარის პროექტი ესეთი რეზერვის განვითარება და აქ ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენები ყავს და ჩვენ დავგეგმეთ უკვე ეს რომ ჩამოვიყვანთ ამ რამდენიმე ახალგაზრდა სპორტსმენს შეიძლება 10 გოგო 10 ბიჭი იყოს და უნდა ვაყურებინოთ საქართველოში რომ ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი რომ ეს როგორც პერსპექტივა
პერსპექტივა რომ უყურონ რა არის ეს ჩემპიონატი, ეს იქნება მაგალითად ეს 15-16 წლის ბავშვები რა. და ეს როგორც მაგათთვის საჩუქარი ეს უკეთებთ ამ ბავშვებს და ჩავაყურებინებთ საქართველოში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატს. ძალიან კარგი. თია, მოდი და შემდეგ ნინოსთან გადავიდეთ იგივე კითხვით. გადავეშვათ იმ ძველ 90-იანებში, ხო გავიხსენოთ თქვენ როგორ დაიწყეთ? როგორ მე რაღაცები წავიკითხე ძველი ამბები. მე ვიყავი ძალიან აქტიური ბავშვი, ძალიან. აი რო იტყვიან ქაჯანას რო ეძახდნენ რა, სულ ხეებზე ვიჯექი და რაღაც და ჩემ ბიძას ჰქონდა შეხება ვალერი დონღუზაშვილს ძიუდოსთან რა ახალგაზრდობაში და მითხრა რომ მოდიო ძალიან საქართველოში არისო გუნდიო და მე მაგ დროს ჩატარდა სპორტ სასახლეში სპარტაკია და მაყურებინა ეს შეჯიბრი და აი მაშინ დავინახე პირველად რომ აი კიმონოში ქალები და რაღაცა. რამდენი წლის იყავით მაშინ? 11 წლის ალბათ ესე. და აი მაშინ მოდიო და დავიწყე რა მით, იმიტომ რომ მანამდე სპორტ იმაზეც ვიარე, ცეკვაზეც ჩემგან ვერ გამოვიდა მოცეკვავე, მუსიკაც აღმოჩნდა რომ სმენა არ მაქვს და მოდიო სპორტი მოვსინჯოთ და ეგრე დავიწყეთ. მომიყვანა სპორტს მაშინ მურად მწარიაშვილი იყო სტარში უფროსი მწვრთნელი ხო ეს თბილისში აი ეს მაშინ გავიცა ნინო ერთ კატეგორიაში ვიყავი ნინო მათრევდა როგორც უნდა ისე მიგებდა ყველა შეჯიბრზეც ისეც ესე და მე ნინომ შეიცვალა კატეგორია მე ისე მძიმე წონაში დავრჩი ნინო გადავიდა უფრო დაბლ კატეგორიაში ხო 72 მაშინ სხვანაირად იყო 72 ხო მე დაიშალა ეს საქართველოს მოვასწარი რამდენიმე ჩემპიონატი მოვიგე ეს ახალგაზრდებში და საერთოდ მასში ვიჭიდავე პირველი ჩემი შეჯიბრი იყო მითხრეს რომ იჭიდავე არაფერიო შენგანო არ ველოდითო იმას საერთოდ ისეთი არცითვეც არ მქონდა რა მაშინ დაწყებული ვარჯიში, მაგრამ ფიზიკურად ვიყავი ძალიან განვითარებული ჩემ ასაკთან შედარებით, ხო. სიმაღლითაც მეგონი უკვე სიმაღლითაც, აი წარმოვიდგინეთ 12 წლის ასაკში უკვე 90-14 კილო ვიყავი და აი თითქმის ეს სიმაღლე რა, უკვე ისეთი ვიყავი, ხო და საერთოდ ჩვენი ოჯახის წევრები ყველა დიდები ვართ. სპორტული მეგონი ხო, რამდენიმე დაძმა ხართ, ხო? თია თუ როგორ აი საერთოდ სამი და ვართ ერთი ძმა, მაგრამ სპორტს მაინც მე გავყევი ჩვენ და პირველი შეჯიბრი რო ვიჭიდავი, აი ეს ტერმინოლოგია ძიუდოსი არც ვიცოდი ჯერ მერეო და ეს გდებების სახელები ხო იაპონურად არის ყველაფერი და ფინალს ვჭიდაობ, აი ნუ წარმოიდგინეთ რომ აი პროსტ ფიზიკურად ვიყავი იმაზე ძლიერი, თორე ახლა ილეთებით და იმით ჯერ არაფერი და ეს რაღაცა მოვიქნი ეს ბავშვი გადაკოტრიალდა და აცხადე მე რომ ვაზარი დონგუზაშვილს და ვფიქრობ ნეტა ეს რა არის ახლა შეცდომა გავაკეთე და ქულა მე დამიჭირე შებოჭვაზე ხო და ვერც ხვდებოდი რა აი იმდენად ის ვიყავი ჯერ გაურკვეველი და მწვრთნელი მეძახის რას წევხარ ვაგეფო შეხო ვაგეფ მეთქი და გადმოვატრიალე და მათ 13-12 წლის ასაკში აი ფიზიკურად ბევრად განვითარებული ვიყავი ჩემ თანატოლებთან და უბრალოდ მაგით მოვიგე ის ჩემპიონატი და მე უკვე ვარჯიში მე უკვე გავერკვიე ყველაფერში და რაღაც და ეს პირველი მართლა ის იყო აი ციდან ჩამოვარდნელი медаლი ჩემთვის რა რომ აი გაურკვევლად რო ავიღე ეს პირველი ჩემპიონატი ინახავთ იმ медаლს კი ინახავთ ხო კი აქ საქართველოშია და აქ ვინახავ ჩვენც კარგი სანამ უკვე იქით სერიოზულ თემებზე წავალთ და ოლიმპიადებს ხო იმიტომ რომ მე მგონი თქვენ პეკინშიც იქ ტრავმა მიიღეთ ხო რაღაც ესე მახსოვს ხო და ოლიმპიადებზე სანამ გადავალთ და მსოფლიო ჩემპიონატებზე და იქ ევროპის მედლებზე ნინო თქვენ შემთხვევაში ძველი ერთ-ერთი თქვენი ინტერვიუ წავიკითხე ასოციაციას ბევრი თქვენ მოიტანეთ ძველი გაზეთები არის ხო კი ესეთი რაღაცების ვაჩვენებთ ეკრანზე გამოჩნდება ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ რა თქმა უნდა ეს არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ხო წავიკითხე ერთ-ერთ გაზეთს რომ თქვენ ნინო მარჯანიშვილი ირმა მელიქიშვილი მესამე ადგილი აიღო და მე ირმა მელიქიშვილი ხა თვითონ როგორც სპორტსმენი არ ჩამოყალიბდა ძალიან ძლიერ სპორტსმენად მაგრამ მეუღლე ყავს უძლიერესი სპორტსმენი გიორგი რევაზიშვილი და შვილი
ვანო რევაზიშვილი, რომელსაც სხვა ალბა ირაკის კი, თურქეთის სახელით ასვარებს. ალბა ირაკი ყველა მიცის ვინ არის და თორემ არ ვიცოდი, ესე იგი ირმა მელიქიშვილი არის ვანოს დედა და მეუღლე ძალიან ტიტულოვანი სპორტის გამზრდელი. კი ბატონო, თქვენს ამბებს დავუბრუნდეთ. ესე იგი, ლელოში წაიკითხეთ, ნახეთ, რომ დინამოს სტადიონზე იყო რაღაცა ძიუდოს კლუბი, ხო? თუ როგორ იყო? როგორ დაიწყო? მე დავდიოდი მუსიკაზე და მუსიკა არ იყო ეხა ჩემი საქმე, როგორც აღმოჩნდა. და ერთი დღეს მოვედი და გამოვაცხადე პროტესტი, რომ არ მინდა მეთქი მუსიკაზე სიარული და დედამ წაიკითხა ლელოში, რომ დინამოს სტადიონზევე იყო, ხო? სტადიონზე იყო სხვადასხვა დარბაზები, ძიუდოს დარბაზი იყო, თქვათ თავისუფლების სტილის დარბაზი იყო, ის იყო, რა ქვია, ტრენაჟორების დარბაზი იყო, იქ მედპუნქტიც იყო, აი ამ გარშემო ქვემოთ რა და ერთ-ერთი დარბაზი იყო ძიუდოსი და იქ გოდერძივალი ჯანაშვილი ავარჯიშებდა. ხო და იქ მიმიყვანეს ამ ძიუდოს სექციაში და ესე დაიწყო ჩემი პირველი შეხება ძიუდოსთან რა ამ მშობლებმა შემირჩიეს ეს სპორტი ასე რომ ვთქვათ. ით როგორ იყო ბოდიშნინა საბჭოთა კავშირის დროს აი ძალიან განვითარდა ქალთა ძიუდო 90-იან წლებში და უკვე საბჭოთა კავშირსაც მოსთხოვეს რომ ქალთა ძიუდო უნდა განვითარებულიყო აუცილებლად და ის პერიოდი იყო როცა აი ეს საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებში ანვითარებდნენ ძიუდოს და ახლა არის ისეთი ქვეყნები როგორიც მაგალითად კატეგორიად უარს იძახდნენ მაშინ ხო მაშინ ხო ხო მაგათმა ახლა უფრო დაიწყეს განვითარება ძალიან წუდინება და ტაჯიკეთი თურქმენეთი უზბეკეთი აგერ ყაზახეთი ოლიმპიური ჩემპიონი ყავთ ისეთი რომ რა ვიცი ხო აი ის პერიოდი იყო აი მე რომ მოვედი მაშინ ძალიან აქტიურად ანვითარებდნენ რესპუბლიკებში ქალთა ძიუდოს იმიტომ რომ საერთაშორისო ფედერაცია უკვე ითხოვდა ამას კი თან მაგ მალე 80-იანი წლებიდან უკვე ცალკე ტარდებოდა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი კი ძიუდოში მე ოლიმპიადაზე დაემატა 92 წელს იჭიდავეს პირველად ქალებმა ხო მეგონი სეულში იყო რაღაც საჩვენებელიო თუ რაღაცა ესეთი მედლები აი აღარ მახსოვს როგორ იყო მაგრამ ხო და მე უკვე დაიწყეს ერთად ჩატარება და გუნდური შედეგებიც ერთად ითვლებოდა ხოლმე რა და აი მაინც პირველი ვარჯიშები თქვენი თანაგუნდელები აი ეს დღეს რო გავიხსენოთ აქ ფოტოებიც არის ხო წამოღებული გქონდ ფოტოები ალბათ ეს არის ერთ-ერთი საწყისი რამდენიმე წლები ხო? არც ისეთი საწყისი სხვათა შორის არა ეს არის საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატიზე ვართ მან ეს ჩვენ ყავდა შეიარაღებული ძალების ჩემპიონები სხვათა შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონები აი მედანინო ერთად გავხდით მედანინო მარჯანიშვილი ის სურათი რო აჩვენეთ აი ეს სურათი მედანინო მარჯანიშვილი ერთად გავხდით და ირმა ეს არის ლენინგრადში სანქტ-პეტერბურგში ნინო გახდა შეიარაღებული ძალების ჩემპიონი ხო ხო და ესე იგი ეს ფოტო ესეთია ხო კი და ეს იყო პირველი ჩემთვის და მე მეორე წელს გავხდი კიდე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და მე კიდე მესამე ესე იგი თქვენ ასაკობრივ კატეგორიებში ჯერ იყო ჭაბუკებში და მე უკვე ახალგაზრდებში გავხდი კი სამჯერ და ორჯერ აბსოლუტურში ანუ პარალელურად აბსოლუტური სტარდებოდა ხოლმე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე და ერთხელ მეორე ავიღე, ერთხელ მესამე და ესენი ყველა საჩემპიონო იყო, მაგრამ როგორი რაღაც იყო, იცი რომ ერთი მედალი უნდა რუსეთში დარჩენილიყო, ორივე საქართველოში ვერ წამოვიდო და მძიმე წონაშიც და აბსოლუტურშიც და უკვე ერთვებოდა საჯების მაფია. ხო რა და ანუ შესაბამისად მეორე და მესამე მაქვს უკვე აბსოლუტურში. კი. და სამჯერ ეს უკვე უფროსებში ხო დიდებში არა, იგივე პარალელურად იგივე შეჯიბრებზე ოღონდ აბსოლუტური რო ტარდებოდა ბოლო დღეს აბსოლუტურს და ჩემპიონატს ატარებდნენ ხოლმე. კი ბატონო. ხო და ეს იყო რა და შეიარაღებული ძალების ჩემპიონი ვარ კიდევ და ესა მე მეორე ადგილი ავიღე. კი ბატონო, ასევე მე ვნახე და ნაკრების წევრი კაპიტანიც იყავით, ოღონდ საქართველოს გუნდის ხო? კაპიტანი ვიყავი კი რაღაც პერიოდი და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი ვიყავი 3 წელი, 4 წელი.
და ოფიციალურ შეჯიბრებზე მე სხვათა შორის ევროპა ვიჭიდავე, ოღონდ მუხლი ვიტკინე, მაშინ ტრავმა მივიღე, თურქეთში ვიჭიდავე საბჭოთა კავშირის სახელით ევროპის ჩემპიონატი და ტრავმა მივიღე. ეს რომელი წელია? მე-6 ადგილზე დავრჩი რა, ტრავმა მივიღე და ვერ გავაგრძელე. 91 აი ესე იქნებოდა ალბათ 92 აი ესე. კი. ხო. სოფლიოზეც ვიყავი გამოძახებული სხვათა შორის დიჟონში ტარდებოდა, იმიტომ რომ იმ წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ვიყავი და მე მეკუთვნოდა რომ სოფლიო ჩემპიონატი მეჭიდავა და მაშინაც ტრავმა მქონდა სხვათა შორის ხელის მე და ნინომ ფინალი ვიჭიდავეთ. აი აქ მეორე ადგილზე მე უნდა ვიდგე ნინო რო პირველ ადგილს და აქ ამ ფოტოზე ხო? დიახ, ხო და ნინომ თავისი საყვარელი ლეთი ჩახტომილი კისრული ხლა არ ვიცი იაპონური სახელი როგორ არის. დროპს ეოინაგე. ხო და ის გააკეთა და რო აქულაზე არ წავსულიყავი ხელი დავაყოლე და ამ დროს ხელი ამომივარდა და ვეღარ გავაგრძელე. ანუ ფინალში ნინო ჩემპიონი გახდა, მე მეორეა და ამ დროს მელის ეს მსოფლიო ჩემპიონატი დიჟონში ტარდებოდა და მე ვეღარ ხო გამოძახებული ვიყავი, მე ვიყავი დაყენებული მაგ წონით კატეგორიაში, მაგრამ ვერ ვიასპარეზე, იმიტომ რომ ხელი მქონდა ტრავმა და ნო მოიგო იმ დროისთვის ერთ-ერთი პრესტიჟული შეჯიბრი ეს კი გავიხსენოთ. მეგობრობის ეხლა აი დრუჟბას ეძახდნენ. სოფლიო ჩემპიონატის უდრის. ცოტა შორის მე გამიგია უნგრელებისგან, აი ძვირითაობისგან, რომ ძალიან მაგარი ქვეყნების ჩემპიონატი. და მე როგორც ეხლა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ვიყავი იმ წლის, ყველა ოფიციალური შეჯიბრის ჭიდაობა მე მეკუთვნოდა ხოლმე რა, ამ სოფლიო, თქვათ ევროპა, თქვათ ის იგივე ის მეგობრობა ტურნირი და ვიჭიდავე კუბაში. სხვა შორის უცხოეთში პირველი გასვლა იყო ეს ჩემთვის, კუბაში ვიჭიდავე და ფინალში მეორე ადგილი ავიღე რა, ფინალში კუბელთან წავაგე. მაშინაც ტრავმა მქონდა, ფინალში გადასასვლელი მტკინეული ლეთი გამიკეთეს და მაშინ ესა მოვითმინე. მეთქი ფინალს ხო მაინც დამრჩება ფინალი და ესე ძალიან ცუდ დღეში ჩამივარდა ხელი რა და ნუ მეორე ადგილი ჩამოვედი და მეორე წელს უკვე უნგრეთში მოვიდე. უნგრეთში ხო, ბუდაპეშტში იქნებოდა ალბათ ეს ტურნირი ხო? მეგობრობის თასი. ხო, მეგობრობის თასი, ესე ერქვა. აი რუსულად ეძახდნენ დრუჟბა, ტურნირი დრუჟბა, ქართული მეგობრობა. და იქ უკვე ჩემპიონი გავხდი მეორე წელს. აი აქ, ნუ ლელოში იქნებოდა ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება ეს ერთ-ერთი არის მაქვს მე მასალები კი, აშუქები. აქ არა გვაქვს ეგ საბჭოთა კავშირის იქნება ეს ხო? ჩემპიონი როგორ. კი, აქ რამდენიმე აი აქაც პირველ გვერდზე ხართ ლელოსი, ხო? კი. აი აქაც ამ. კი. ეს არის რომელი წლის ლელო? 80. მეც ვეღარ ხედავ უკვე. მე სათვალე მართ. სათვალე შორის. სათვალე გახდა. რომელი წელია? ეხლა გეტყვით 11 აგვისტო 90 წელი. ხო. 90 წლის 11 აგვისტო, შაბათი დღე. დიდი წარსული დღეებია. ხო და მოსწავლეთა სპარტაკია და პირველ გვერდზე ლელოში, ხო. კი. მოსწავლეთა სპარტაკია და ჩატარდა საქართველოში, სხვათა შორის საბჭოთა კავშირის მოსწავლეთა სპარტაკია და ეს უფრო დიდი შეჯიბრი. სპარტაკია და მიმიზი და მე ძიუდოს. აი საქართველოში არა რო უყურეთო ხო რო თქვი ეგ იყო ხო ან ტელევიზორში როგორ იყო მაშინ აჩვენებდნენ ამ მომენტებს თუ აი ტრანსლაცია არ ამგონია ყოფილიყო იყო ესე ის იყო აი თუ კოლაჟივით იყო რაღაცა ხო იყო რაღაც მომენტების ხო საინფორმაციო აჟღერებდა რა კი მოდი აი იმ პერიოდის კიდე თქვენი თანაგუნდელები ყველაზე ისეთი აი დიდებში პირველი ძველი ისენი წავიკითხეთ პირველი ჩემპიონი ქალი ჩვენ ყავს ხო საქართველოში ხო ყავს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი საბჭოთა კავშირის პრიზიორი გახდა მესამე პრიზიორი ნანა ასრათაშვილი პრიზიორი ხო პრიზიორი გახდა დიდებში ხო და ეს იყო პირველი დიდი შედეგი და შესაბამისად ნანა გახდა სპორტის ოსტატი და ეს არის პირველი სპორტის ოსტატი ქალი საქართველოში ძიუდოში. დიახ. მერე ამას მოყვა იაზ ღულაძე, რომელმაც საკავშირო ტურნირი მოიგო, ერთ-ერთი დიდი საკავშირო ტურნირი და ამით გახდა ჩემპიონი სპორტის ოსტატი. მერე რუსუდან კუპატაძემ დინამოს პირველობა მოიგო, დინამოს CS-ი, ესე ეძახდნენ და ის გახდა მესამე სპორტის ოსტატი. მერე გახდა ნინო მარჯანიშვილი
მე და ნუ ერთ შეჯიბზე გავხდით, მაგრამ იმის წონა ჯერ იყო, იმის წონა მე და ესე ქრონოლოგიურად ჯერ ნინო და მე და მე ლელა ნებიერიძე გახდა და სულ 6 ის ყავს სპორტის ოსტატი. დიახ. აი საქართველოს რა ქრონოლოგიურად. ნანა ასრათაშვილი, იას ღულაძე, რუსიკო კუპატაძე, ნინო მარჯანიშვილი, ნინო ქუცნიაშვილი, თქვენი მონამორჩილი და შემდეგ ლელა ნებიერიძე. ლელა ნებიერიძემ 8 მარტის საერთაშორისო ტურნირი მოიგო მოსკოვში და სამეულში შევიდა და იმით შეასრულა სპორტის ოსტატობის ნორმატივი. კი ბატონო, კი ბატონო. შემიძლია თქვა. ხო, კიდე მინდა ის რომ საქართველოში ხო იყო რამოდენიმე გუნდი და აი ახმეტას ყავდა კიდე გუგული აბრამიშვილი ავარჯიშებდა. კი. ხო, იქ ვარჯიშობდა მარიკა თავბერიძე, ეკა უმცროსაშვილი, ქეთევან ბუქიაშვილი, აი ვისაც გამოუყოფდი რა, კარგი გოგოები, ვისაც საქართველოს ნაკრებში იყვნენ და შედეგები ჰქონდათ, იყვნენ პრიზიორები, საქართველოს ჩემპიონები, საკავშირო ტურნირები აქვთ მოგებული ამ ბავშვებს. ქუთაისში იყო კიდე გუნდი, გორში, თამარ გორგიშელი, გივი საბაშვილი ავარჯიშებდა სხვათა შორის თამარ გორგიშელს, ნინო მირუაშვილი გორიდან და ეს ბავშვები ყველას ჰქონდა თავისი წილის შედეგები. მანანა ჭიღლაძე, ცხონებული კობაკურტანდის მეუღლე. სხვათა შორის წყვილებიც იქნებოდა სხვათა შორის ძიუდოში. კი. რამოდენიმე წყვილები. ხო არ გაიხსენებთ რამოდენიმე ესეთი. აი მანანა გოგიტა როძიშვილი. თუცა ვახსენებთ ხო? კი. მანანა ჭიღლაძე და კობაკურტანიძე. ხო. კიდე იყო თამარ მელაძე და პარწიკანაშვილი იყო, ესეთი ბიჭი ჭიდაობდა, არ ვიცი გაგია თუ არა და იმათი წყვილი შედგა და რამოდენიმე წყვილი შედგა კი. პარწიკანაშვილი რაღაც უფრო მორაგბე მახსოვს. კიდე შეიძლება ვიღაც შეიძლება ხო. არ მიშლება. ხო. და ესეთი ბიჭი ხდებოდა ხოლმე, გვირგვინდებოდა ოჯახით. უფრო აი ესეთი კარგად კი რთული პერიოდი იყო მართალია ეს ხო, მაგრამ უფრო კარგად გახსენდებათ ხო, იმიტომ რომ როგორც ხედავთ ჩვენთვის ბავშვობა ოქროს ხანა იყო, იმიტომ რომ თუ კი რამე საინტერესო და ჩვენ ახლა უკვე უცხოეთში გავდიოდით, მე და თია მაგალითად გერმანიაში მოვიგეთ ტურნირი, გუნდური პირველი ადგილი წამოვიღეთ. სადღაც აი რაღაც გაზეთიც გაქვს მაგისით აქ ხო და დიდი ტურნირი იყო. აი ეს ხო არ არის, მე მგონი. საერთაშორისო ტურნირი იყო, დიახ. გერმანული გერმანული პრესა დროისთვის, დიახ. დიდი ტურნირი იყო და ძალიან ესეთი ხელდამშვენებულები ჩამოვიდნენ. ეს არის ეს ფოტოა? კი, როგორც პირადში, ასევე გუნდურში. გერმანია საერთაშორისო ტურნირი 1912 წელი. აი ეს თოჯინა ჩამოვიტანეთ და დიდი თასი ჩამოვიტანეთ. რომელიც მე შრომითი რეზერვების დარბაზში ინახებოდა იქ ალბათ არქივში დავით ბერძენიშვილთან და ეხლა არ ვიცი ეს თოჯინა დიახ ეგ თოჯინა და დიდი თასი გუნდურში. გერმანიაში ძალიან საინტერესო ის იყო სასტუმროში კი არ ცხოვრობდით, ესე იგი ოჯახებში გაგვანაწილეს და აი ოჯახებსაც ყავდათ სპორტსმენები და მე და თეა ჩანტლაძე ცხოვრობდით ერთად. და ეს ოჯახი იმას გვიშვებოდა, მივყავდით, მოვყავდით შეჯიბზე, ხო, რაღაც ძალიან საინტერესო ის იყო. პროექტი, ესე ვთქვათ, იმ დროისთვის ესეთი გაცვლითი. მე ისინი ჩამოვიდნენ და ესე იგი მაგ დროს ჯერ კიდევ მეტნაკლებად ნორმალური სიტუაცია იყო აქ მწვრთნელების. დიახ, დაფინანსება იყო და მეტნაკლებად ნორმალური სიტუაცია იყო, მაგრამ აი სულ პირველი გუნდი, მინდა ვთქვა, რომ ალიკა ოქროპირიძემ შექმნა, ასე ვთქვათ, შრომით რეზერვებში, რომ დაიწყეს გოგოებმა ვარჯიში. ხო. მაშინ ვარჯიშობდნენ ეს ქეთი კიკაძე, მზია მელქონაშვილი, აი ეს კუპატაძე, რუსუდანის ღულაძე, ია, ამათ დაიწყეს ლუდმილა ფერაძე, აი ეს პირველი თაობა. მე სხვა რამოდენიმე გოგო სხვა სპორტის სახეობიდან გადმოვიდნენ, აი ბალახის ჰოკეიდან გადმოვიდნენ მაგალითად. ნათია აბუსერიძე, მანანა ბენაშვილი, ცხონებულიაც განსვენებული აღარ არის. ლელა ნებიერიძე იყო მაგალითად ძალიან ძლიერი გოგოები იყვნენ ნინო ზარიძე და ნინო ჩუმაშვილი, რომელიც ბირთვის სპორტიდან გადმოვიდა. ესეთი ყავდა ტატა ჩივაძე ყავდა რა არის, რომელიც საქართველოს ჩემპიონი იყო
ცურვაში და გადმოვიდა ძიუდოზე. ენზელა სოლოღაშვილი, რომელიც საქართველოს ჩემპიონი და ნაკრების წევრი იყო, შესაბამისად საქართველოსი, რომელიც ველოსპორტიდან გადმოვიდა. ესე იგი, იყო ესეთი. ჯამში ხო, სადღაც ვიყავით, კი, ვიყავით. აი, დები ჩანტლაძეები, კარგი ბავშვები იყვნენ, კარგად მაია გობეჯიშვილი, რომელსაც შედეგები ჰქონდა, ეს აი საქართველოს ნაკრების წევრები ყველა და ყველას ჰქონდა შედეგები ტურნირებზე მოგებული საქართველოს ჩემპიონატები, რუსეთში შეერაღებული ძალების პირველობები, არ მინდა რომ ვინმე გამომრჩეს. ხო. ეს სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, ეს ფინანსირება იყო და შეკრებები ტარდებოდა, შეჯიბრებები და მე საბჭოთა კავშირი დაიშალა, უკვე всё მათ შეწყდა ყველაფერი. და თან მე რთული პერიოდი დაიწყო და ახლა ალბათ სპორტისთვის უჭირდა რომ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ვიჭიდავეთ რამოდენიმე გასვლა გქონდა ტურნირები საზღვარგარეთ და საქართველოშიც უკვე ტარდებოდა შეჯიბრები, საქართველოს პირველობები, მაგრამ აი ბოლოს იმდენად შემცირდა ეს დაფინანსებები, რომ ახლა ჯუდო ისეთი სახეობაა, რომ თუ პარტნიორი არ აქვს, არ ეჭიდავები, ეს მძლეოსნობა ხო არ არის ჩართო ის წამზომი და ჩაეტიო იმ გარბენაში, ხო? და აქ ჯუდოში უნდა იჭიდაო პარტნიორთან და არ იყო უკვე ეს ისენი რა. რაოდენობაც უკვე ნელ-ნელა ხო არა და ახლა წეღანას თქვი ქუთაისში, გორში, თქვათ ახლა ხო, გეოგრაფიაც იყო ისეთი რა, რომ ესე იგი უფრო მეტი, თქვათ რო არ არეულიყო სიტუაცია, ან ცოტა მეტი ის ყოფილიყო იმ წლებში და რა უშად შეიძლება რომ თეატრს არ წასულიყო, მე უნდა იმართო. როგორ ფიქრობ აი? მე წელიწად ნახევარი არაფერს არ ვაკეთებდი ვიჯექი, მაგრამ იმდენად მონდომებული ვიყავი მაგ პერიოდში, რომ აი სახში სვა ის სპორტი, მე ის პერიოდი იყო, სკოლა დავამთავრე, უნივერსიტეტში მოვეწყე, ერთი კურსი აი, მაგრამ აი სულ მღრნიდა გული რა, რომ აი მინდოდა და მაშინ დედაჩემა მითხრა, რომ მე რო ეხლა შენ ხელი არ შეგიწყო, შენ არასდროს არ მოპატიებ ამასო და მოდი ვცადოთო რა, წავიდეთო სხვა ქვეყნის სახელზე და რა ჩვენ საშუალება ისეთი არ გქონდა, მე გარიცხვად გადავფრენილიყავი ის და ჩვენ ყავდა შორნათსავები არიან ჩვენი ბიძაშვილებიც არიან და იქ ვცადოთ და მე რაღაც ჩემი ბიძა გადავიდა იქ საცხოვრებლად რა, ვლადიკავკაზში. დიახ. და გადავედით, ჩავედით იქ მოვძებნეთ მწვრთნელი, ჩავერთეთ და ჩემი იცხოვრა რაღაც პერიოდი ჩემთან ერთად. ხო და მე ჩემი ბიძის სახლში ვცხოვრობდი იქ და უკვე იქიდან მე მომენიჭა უკვე მოქალაქეობა, მე უკვე რუსეთის ჩემპიონატი მოვიგე, გავხდი წევრი, მე უკვე სანქტ-პეტერბურგმა მიმიწვია და 2 წელიწად ნახევარი დაახლოებით 3 წელი ვიცხოვრე ვლადიკავკაზში. მე წავედი უკვე სანქტ-პეტერბურგში და იქიდან უკვე იქ ვცხოვრობ 17 წლიდან. 17 ნაკრებში ხო, უკვე ნაკრებში მომხდი, უკვე მიმიწვია როგორც პერსპექტიული სპორტსმენი სანქტ-პეტერბურგმა. კლუბმა უკვე ხო თან იქ კლუბიც ხო არის ხო ქალაქმა კლუბი მე უკვე ცოტა გვიან ჩამოყალიბდა ეს კლუბი ეს რომელი წლებია დაახლოებით 97 წელს მე უკვე ვიყავი სანქტ-პეტერბურგში 97 წელს ხო 94 წელს წავედი და უკვე მე იქ რაღაც პერიოდი დავკარგე სანამ მე მოქალაქეობა და რაღაც ხო ესე იგი რაღაც ცოტა სხვანაირად რო ყოფილიყო შეიძლება არა მე ძალიან მოწადინებული ვიყავი. თავი შეინარჩუნებინა ხო საქართველოში. კი, მე ისე რა მინდოდა. ენა არ ვიცოდი, უნდა წავსულიყავი სხვა ქვეყანაში, მეცხოვრა, სხვა მენტალიტეტი, სხვა ის ახლა აქ საქართველოში რო ყოფილიყო ხელშეწყობა რა მინდოდა ახლა მე იქ მართლა. უბრალოდ ეს არჩევანი არ ყოფილა რა, უბრალოდ აი ესე მოეწყო რომ ამ საშუალება ქონდა რომ წასულიყო ჩვენ ახლა ისე აი მე მოვსინჯე ჩვენი სპორტსმენები. დიახ. მინდოდა, გამოვიდოდა, არ გამოვიდოდა, უკვე მეორე საკითხი იყო და გამოვიდა. ხო, თან გამოვიდა და მე
შემდეგ წლებში უკვე ოლიმპიადაზე მოხვდით, იქ ბრინჯაოს პრიზიორი ხართ და ვთქვით სოფლიო და მოდი მაინც აი გავიხსენოთ ახლა ეგ ოლიმპიური ამბები. ალბათ ერთხელ რაღაც მე-4 კლასში ვიქნებოდი და კლასში მკითხა, მასწავლებელი ყოველას გვეკითხებოდა, აი შენ რაზე უცნობობ, რა გინდა რომ გამოხვიდე. ხო და აი მე საერთოდ აი სპორტთან შეხება არ მქონდა. და ძალიან მომწონდა ფარიკაობა, მომწონდა ის რომ ეს ფორმა ეცვათ რაღაცა და ამაყენა მე вообще რაზე უცნობობ და აი საერთოდ რომ არც არავის უხსენებია ეხლა მე ვიზრდებოდი სოფელ ჩარდახში მცხეთის რაიონში და სოფელ ჩარდახის სკოლაში ვსწავლობდი და სპორტი საერთოდ ის იყო და მე გამოვალ მეთქი სპორტსმენი ესე იგი ისე დამცინეს აი ხარხარებდა მთელი კლასი და მე კიდე აი ისე უკვე ცრემლები მომდიოდა რომ ეს მასწავლებელი მე რა სპორტი გინდა და მეთქი მოფარიკავე მინდა რომ გამოვიდე მეთქი ხო და მასწავლებლმაც რომ არ გინდაო სპორტიო აი ექიმი გამოდიო რაღაც ისაო ეს რაღაც და აი მაშინ აი ის მახსოვს ის მომენტი რომ აი მე თქვენ დაგანახებთ მეთქი თუ სპორტსმენი არ გამოვალ მე ეს დამავიწყდა მე გავიხსენე კიდე ეს მაგრამ აი რაღაც ბავშვობიდანვე იყო ჩემში ის რაღაცა რომ მე სპორტისკენ მქონდა რაღაც მიდრეკილება და მე მოფარიკავის ფორმა არ ჩავიცი მაგრამ თეთრი კი მაგრამ ხო ჩავიცი თეთრი კი? თეთრი აბა რა. მაშინ ერთ კურიოზს გავიხსენებ. კი ბატონო. შეჯიბრზე ვართ, მოვდივართ, არა მივდივოდით მოსკოვში ვართ, ერთ-ერთ ვაგზალზე და ბატონი ლევან თედიაშვილი თავის მეგობრებთან ერთად ისიც სადღაც მიდიოდა და იქ შემთხვევით ერთმანეთს შეხვდით. აბსოლუტურად შემთხვევით შეხვდით, ჩვენ ბავშვები ვართ, ის უკვე სახელოვანი ტიტულოვანი სპორტსმენი და პრინციპში უკვე აღარ ჭიდაობდა, უკვე ის იყო ვეტერანი იყო, აღარ ჭიდაობდა და თეას ჩამოართვა ჩანთა და უთხრა რომ შენ ჩემ წონაში ჭიდაობ, მძიმე წონაში და მე შენ ჩანთა უნდა ვატარაო და შენ ნახავ, შენ ოლიმპიური ჩემპიონი გახდები აუცილებლად და აი კი ენა ჩემპიონამდე ცოტა დამარხალდა მაგრამ მაინც ხო შევეხე და ესეთი კურიოზი გქონდა და მე გაგვახსენდა თეამ რომ დადო შედეგი ოლიმპიადაზე უკვე მაგარი ამბავი ყოფილა ხო ეს გაგვახსენდა მე რასთავარი კვარც თეას აღარც ახსოვდა მე ვახსოვდა და გავახსენე რომ მეთქი გახსოვს რო გიტარა და ნახე მეთქი როგორ გადმოგესხა წყალი საინტერესო ამბავია კი ის ათენის ოლიმპიადა ცოტა შორის ახლა ვფიქრობდი მანდ რომ ну ისე რომ მომხდარიყო რომ დაუშვათ საქართველოს ну ესე მოხდა ძველი დრო იყო და რაღაც იმ პერიოდში და შეინარჩუნებინა თქვენი თავიც და თქვათ ჯარჯიც ის ოლიმპიადა იქნებოდა მაგარი უნიკალური ძიუდოში ხო იმიტომ რომ ზვიადაურის ოქრო იყო ნესტორ ხერგიანის ვერცხლი იყო და თქვენი ბრინჯაო და ჯარჯი მაგარი იქნებოდა, მაგრამ ნუ ესე მოხდა. ფათაშორის მაგ ათენის ოლიმპიადაზე დავთვალეთ ჩვენ 5 სპორტსმენი ვიყავით ქართველები, ვინც სხვადასხვა ქვეყნის სახელით გამოვედით медали ვინც ავიდეთ. 5 იყავით ესე. 5 ვიყავით, კიდე გოგო იყო. ხო არ გახსოვთ ვინ სხვები ვინ იყვნენ? ბატუტზე, მგონი ბატუტზე ის გერმანიის სახელით. აუ კი. ათენის ოლიმპიადაზე. ფათაშორის კი. ყველას ახლა ვერ გავიხსენებ. ხო, ბატუძე ხტომაში იყო, კი. ეგ რუსიკო ხოფერესნო ვკითხოთ. კი. 5 მიიყავით, ესე იგი, ნუ თქვენ ჯარჯი ეს გოგონა გაიხსენეთ. ის იყო კიდე მგონი მოკრივე ხო არ იყო, შეიძლება, ხო. ბერძნების სახელით ხო არ იყო? ну მოკლედ ხო. კაი თქვენი ესე იგი ნუ ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგად თვლით ამ ბრინჯაოს медаლს ოლიმპიადაზე თუ იქ სოფლიოს მედლებიც მნიშვნელოვანი აი უფრო როგორ ფიქრობ ოლიმპიადამდე მე ევროპის მედალიც მქონდა სოფლიო მედალიც მქონდა და აი ოლიმპიადაზე ვიყავ ძალიან მოტივირებული აი ძალიან აი მთელი ჩემი აი რაც სპორტში ვარსებობს სულ ჩემთვის იყო ოლიმპიური მედალი თავიდან მარტო იმას ვოცნებობდი რომ აი ოლიმპიადაზე მოვხვდე მაგრამ მე რო ვიგრძენი რომ რატო მარტო მოვხვდე მე მედალიც მინდა ოლიმპიური და აი ოცნება ისეთი მქონდა აი ძალიან აი ის მომენტი ოლიმპიადაზე მე რო წავაგე დღემდე ის შეხვედრა არა ვარ ჯერ მზად რომ ვუყურო იმ შეხვედრას ეს იაპონელთან ნახევარფინალს ამბობთ ხო ხო იმიტომ რომ აი მანამდე ნახევარწითად მე მაგის მოგებული მქონდა
და კი ძალიან რთული მოტივი იყო და ის იყო, მაგრამ აი უფრო მზად ვიყავი ოლიმპიადაზე რა იმისთვის რომ და უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტი და ემთხვა აი ძალიან დიდი შესვენება იყო 4 საათზე მეტი იყო ფინალურ ბლოკამდე ხო? და აი თან მარტო ვიყავი არც პირადი მწვრთნელი არცა და აი ძალიან იმას განვეწყე რა მე უნდა მოვიგო მე აუცილებლად მოვიგებ მე და ამ დროს ნუ აი მაგან შემიშალა ხელი ძალიან დაძაბული გავედი და ეს დღემდე ვერ მიპატებია ჩემი თავისთვის რა რო ვთქვა ეს ფინალი მაინც შეგეძლო ხო? კუბელს უგებდი მე მოვიგებდი ფინალს აი ამ იაპონელთან ეს იყო ფინალი ფაქტიურად ხო ესე გამოვიდა ფინალი და ის აი იმ დიდმა შესვენებამაც ძალიან ცუდი როლი ითამაშა ჩემ განწყობაში. ნუ ის იაპონელი საბოლოოდ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი ხო? ხო, კუბელს მოუგო და თქვენ დაამარცხეთ მესამე ადგილისთვის ტუნისელი ეს კურიოზი და მოვყვე. საერთოდ მე აი ყველა მეტოკეზე პირად ვიცოდი, ჩემი ვინც აი ცოტა სერიოზული და რაღაც იყო და ამ ტუნისელს საერთოდ აი არც ავთვლიდი რა მეტოკეთ, იმიტომ რომ ერთი-ორჯერ მქონდა არ მიჭიდავია საერთოდ იმიტომ რომ არ იყო ლიდერებში ეს მეტოქე და ეს კვოტა შეხვდა ამ ტუნისელს როგორც აი აძლევენ კვოტებს ჩუქნიან ქვეყნებს როგორც განავითარონ და უფრო წამოიღონ სპორტი ამ ქვეყნებში და ეს კვოტით მოხდა ეს გოგო და ეს მეორე პატგრუპაში იყო. დიახ, ეკიდა ჯგუფში ხო, ეკიდა და მე არც ვაქცევდი მე ყურადღებას რომ აი მე ხა ჩემი პატგრუპა ვიცოდი ეს და ეკიდან ვიცოდი რომ ისე ინჭიდაობენ ფინალში გადასვლას და აი წავაგე ხლა ეს გადასასვლელი და ესე იგი აი და არც ვაქცევდი ყურადღებას ვინ გამოვა ჩემთან ვინ აი რეპეშაჟიდან ვინ გამოვიდა თქვენ ხო ბრინჯაოს ფინალში ვინ არის მეთქი ვინ გამოვიდა და იქიდან ხა გერმანელი კაი მეტოქე ინგლისელი ძალიან კაი სპორტსმენი და ტუნისელიო და მეთქი ხლა საშაყიროთ არის მეთქი ეს რა ტუნისელი მეთქი ვიზ რა ტუნისელზე მელაპარაკებით მე რო გადავხედი ამ იმას და ამ ტუნისელმა გერმანელსაც მოუგო ინგლისელსაც მოუგო. ეს არის ფსიქოლოგია ოლიმპიური თამაშების რა. ხო. და ესე მსოფლიო ჩემპიონს მოუგო, ევროპის ამდენიმე გზის ჩემპიონს და ვიცახი, ვინ არის ეს ტუნისელი? როგორ გამომჩა რომ ოლიმპიადაზე მე ამოსნო შევხვდე და არ ვიცი, მე მარჯვენია, მე მარცხენია და ამ დროს აი ესეთი შოკი და ამ შოკმა უცბად რომ მომიყვანა აზრზე რომ მეთქი ახლა ფინალის ოქროს მედლისკენ გზად всё გადამეკეტა და ახლა ბრინჯაოს ნახოთ არ გაუშვებ მეთქი ხელიდან და ამ დროს რო არ იცი რა ვინ არის ეს და ოლიმპიადაზე ყველა იცის და დაწურლებით იცი ყველა და რო გავედი ეს და მარჯვენა მხარეს რო დადგა მე მარჯვენები უფრო ჩემთვის მოხერხებულები იყვნენ და ახ მე მარჯვენია მეთქი ეს უკვე კარგია მე რო უკვე ჩავოვლე ზახვატი რაღაც ვიგძენი არც ძალა აქვს ისეთი რო აი რაღაც ფანტასტიკა იყოს რაღაც და მე გდება გაუკეთე ერთი მე მეორე და შევბოჭე და აი ეს აი ისეთი ის იყო რა ჩემთვის რა რომ აი ეს არის ფსიქოლოგია ამ ხელა ლიდერებმა წააგეს ამ გოგოსთან ოლიმპიადაზე ხდება მსგავსი ამბები ტუნისის ხო მე მძიმეში ის ყავდათ ხოლმე მეც შიხრუხუ ყავდათ ერთი ეგეთი ტუნისელი ხო ეს მერე იყო ალბათ რა ეგ არ იქნებოდა მან სხვა იქნებოდა არა სხვა ტუნისელი და ამ დროს გასვლის წინ ეს რომ მესამესთვის ემზადებოდნენ მე ხო მოსათელი დარბაზში ვიყავით წინ მთელი დელეგაცია ტუნისისა თავზე ედგა ამ გოგოს ვიცახი ვინ არის და ამ დროს არავინ რო არ იცის რა ვერც ვერავინ რო მეუბნება ესე იგი აქედან გამომდინარე სუსტი მეტოქი არ არსებობს რა ყველა მეტოქია რა მეც მქონია ეგეთი შემთხვევა რომ მგონებია რომ სუსტია და ამ დროს ისეთი სათანადო წინააღმდეგობა გაუწევია რომ შეიძლება აი გამჭირვებია მოგება და მეგონა რომ ახლა ამას ადვილად მოუგებ და მოგებული მაქვს და ესეთი ფსიქოლოგია არ არსებობს რა ამ მიდგომით არ უნდა იყოს შეჭირსე მეც გამომიცდია ოლიმპიური თამაშები აი ძალიან ვიყავი მოწადინებული და მომზადებულიც კარგად ვიყავი იმიტომ რომ აი შეჯიბრის მერე რომ იმიყო და ყველაფერი გტკივა რა ყველა კონტი ამ არაფერი არ ამტკივა და იმდენად მომზადებული ვიყავი და ესე იგი აი ვერ ვისიამოვნია მესამე ადგილით რა აი იმდენად
წაგებულად გრძნობდი თავს. აი 1 წლის მერე მოვიდა ჩემამდე, რომ მე ოლიმპიური პრიზიორი ვარ. აი მანამდე რაღაც სულ ჩემ თავს ვადანაშაულებდი, მე უნდა მომექვა ეს, აი ეს. ხალხი შემოგნატროდა და შენ ხო, და აეროპორტში, აი უბრალოდ რომ ჩამოვფრინდით და ამხელა იმებით ხალხი მადლობას რომ მეთქი ეს ხალხი ვარ გაგიჟდა რა მადლობა არის, მადლობა და ეს ამხელა ისენი წვეულებები ისენი. მაგრამ მე მგონი ეხა ვიხსენებ მარტო თქვენ ქონდათ მედალი ქალებში, ხო? იქ რუსეთის ნაკრებში. ბიჭებს აქეთ რაღაცეები ქონდათ, მაგრამ ანუ მიღწევა იყო რეალურად ეხა სერიოზული, ხო? მაგრამ თქვენთვის არ იყო. მაგრამ ჩემთვის არ იყო, აი 1 წლის მერე მივხვდი, რომ რას ვიტანჯავ ამ თავზე ისტორია დავწერე რა, ეხლა ჩემი ისტორია და ოლიმპიური медали და ესა და ნუ აი რა ღმერთმა მადლობა ღმერთს რომ ეს მაქვს. ეხლა მაშინ არ ვიყავი მაგისთვის მზად. ხო, ოლიმპიადა მაინც ესეთი თემა არის. ხო, ეს ეგ არ ვიცოდი ეგ თქვით რომ ხო ეს რამდენიმე იყავით ქართველი ზოგი სხვა ხო. აი იმაზე ვფიქრობ ანა დოღონაძე ხო არ იყო ის ბატუზე ხტომელი. აუ შეიძლება ხო ეხლა ვიღას ვიხსენებდი, იმიტომ რომ კიდე ერთი ყავდა ჩვენ შულდოსანი გერმანია იყო, მერე გამოდიოდა და მე მგონი ეგ არის. ნუ კაი, ეგ მაგას მერე კიდე გავიხსენებთ და აი მოდი ოლიმპიური თემატიკა რო კიდე პეკინში უკვე ტრავმა მიიღეთ, ხო? იქ რა მოხდა ზუსტად? მეორე წრეში ტრავმა მივიღე, ერთადერთი სერიოზული ტრავმა ვაფშე სპორტში მქონია, გამიწყდა მყესი. ეს შეხვედრა მოვიგე მაგრამ უკვე ფეხი ისე გასივდა, რომ შემდეგ შეხვედრაზე უკვე საერთოდ აღარ მოიგეთ ეგ შეხვედრა და მე ვეღარ ხო მე უკვე всё არის ხნა გასიებული და მაგასაც უკვე კი ბატონო იმ მომენტში ტრავმას ვერ გცნობ, აი რომ ცივდება უკვე მე უკვე და ნუ თქვენი კიდე მედლებიდან ალბათ ნუ ეხა ის სოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში მან დაიღეთ ბრინჯაოს მედალი, ხო? კი. ოსაკაში იყო, ხო? ეგ გაურთე 3 წელი. ხო. მე გვიან დავამთავრე, ისედაც გვიან დავიწყე 24 წლის ასაკში პირველი შედეგი მქონდა სერიოზული, იმიტომ რომ რამდენიმე წელი დავკარგე საქართველოში რომ დაიშალა მე სანამ ეგ გადავედი სხვა ქვეყანაში, სანამ პასპორტი ავიღე, სანამ თავი დაიმკვიდრეთ და პირველი სერიოზული შედეგი მქონდა 24 წლის ასაკში. და 14 წლის ასაკში დავამთავრე, ესეთი კურიოზიც მქონდა. მე უფროსწრად მუშაობდი და ნუ ჩემი თანაშემწეები და მსმენელები და ვარჯიშს ვატარ, მოთელვა დავიწყე და რაღაც ხო ჩვენთან ახლა ყოველთვის მწვრთნელი აკეთებს მოთელვას, სპორტსმენები არ აკეთებენ და ესეთი ისინი აკრობატიკაზე რო გადავედით, მე არაფერს აღარ ვაკეთებდი, ვეუბნებოდი რომ ეხლა ეს გააკეთეთ, ეხლა ეს და ჩემი თანამშრომელი მეუბნება რა, ახალგაზრდა ბიჭი რომ თეო რაღაცა გაზარმაცდი მგონი შენაო რა, რატო არ აჩვენებო და კაი მეთქი ხლა. არაო ეხლა ეს დღეს არ აჩვენებ ხვალა, უფრო გაზარმაცდებიო კიდე მეორეთ რაღაც იმღა. მე შეუტრიალდი და ვეუბნებ. ეს არის კამალ ხანმაგამედოვით გიგწოდინებათ ესე კაი სპორტსმენი. მეთქი კამალ რამდენი წლის ხარ და მე 33-ისო და მე მეთქი კამალ 34 წლის სამ კიდე სოფლიო მედალი ავიღე მეთქი და შენ მეთქი შენ კატეგორიაში ვერ შეხვალ მეთქი ეხლა წონას ვერ დაიკლებ და ისი მიყურებს. ეხლა რამდენი წლის ახარო და მეთქი ამდენის და ამდენის და ჩემი სიტყვები უკან მიმაგოსო. დიდი მომენტიც იყო ჩემს. კი ბატონო. მაგრამ სულ გული ნინო რა სიტყვით ხო აი რაზე ხოლმე გული თიასთან მიმართებაში რა ხა თია ხო რუსეთის სახელზე გამოდიოდა და ხა ეს ჩვენი არჩევანი არ ყოფილა ვთქვათ რომ ვინ ვის სახელზე გავა რა სადაც რაღაცა საშუალება გაქან მიწევა გაქან რაღაცა იმ ქვეყნებში მიდიან ხა ზოგი ესპანეთში წავიდა ჩვენი სპორტსმენები ზოგი ყაზახეთში და ვიცით ხა ზოგი თურქეთში ზოგი საბერძნეთში და ასე შემდეგ და რატომღაც ხა აი ზუსტად თიას რომ უნდა ეჭიდავა ხოლმე კამერა მაინც და მაინც მაშინ გაწყვეტავდა ხოლმე საქართველოში რა და ამის ჭიდაობას ყოველ ვეღარ უყურებდით ხოლმე და გული მწყდებოდა ხოლმე და კიდე იმის თქმა მინდა რომ თია სათანადოდ არ აღიარებდნენ ხოლმე საქართველოში ვინაიდან რუსეთის სახელზე გამოდიოდა ხოლმე და ამის ყოველთვის პროტესტი მაქვს და მქონდა ხოლმე რა და აი ჟურნალისტებიც რაღაც ცოტა ისე იყვნენ ხოლმე განწყობილი და ამ დროს ეს არის სპორტი და პოლიტიკა ცერევა და სპორტი სამწუხაროდ ერთმანეთს ვერ განყენებულად ვერ განვიხილავთ ხოლმე და აი გული მწყდება იმაზე რომ აი თიას შედეგებს საქართველოს ძალიან
აი არ იცნობენ ესე ფართოდ რა ძიუდოს სამყარო იცნობს, მაგრამ უფრო მეტად უნდა იცნობდნენ, იმიტომ რომ აი ამ გოგომ ჩვენი გუნდის, ესე იგი, რო დაიშალა, ხო, ერთადერთი სპორტსმენია, ვინც გააგრძელა და ამ ხელა შედეგები დადო და ესეთი საამაყო გოგო ყავს ქართველებს რა. რა თქმა უნდა, აი ამის თქმა. თუმცა ხო აი მომენტში, ნუ მაგას აქ თავის მიზეზები. ხო, აი პოლიტიკა რო ერთვება ხოლმე, მე აი ჭრილში ექცევა უკვე ის სპორტსმენი რუსეთის სახელზე რახან გამოდიოდა და აქვს შედეგები რა. თავის მიზეზები აქვს მაგასაც ალბათ თეას აღარ მაგაში, იმიტომ რომ ნუ არის ეს. მაგრამ თია არ აქცევს ხოლმე ყურადღებას რომ გულს არ იწყვეტავს ხოლმე. ჩვენ უფრო გწყდება მეგობრებს გული ხოლმე და ვაპროტესტებთ ხოლმე ამას ყოველთვის. აი სულ კი ბატონო, სულ აი ახსენეთ მეგობრები, ბევრი ესეთი გავიხსენეთ ხო, სახელები, გვარები და არაერთ გზის ვახსენეთ ნინო მარჯანიშვილი, ხო, რომელსაც თქვით რომ ძალიან მაგარი შედეგების ჰქონდა და თან რაღაცა მე ესეთი ინფორმაცია მაქვს რომ მე მგონი ეხლა კიდე აპირებს ვეტერანების სოფლიო ჩემპიონატზე რო იასპარეზოს საფრანგეთში. დიახ, ემზადება მთელი გულით და სულით. ყველაზე დიდი გამარჯვებაა რომ ხუთიშვილის დედაა. დიახ. კი ბატონო. ამჟამად ცხოვრობს საფრანგეთში, ზის 5 შვილს და თან ემზადება სოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ნოემბერში გაიმართება პარიზში. კი ბატონო და ამდენჯერ ვახსენეთ და ხო არ დაურეკოთ. აუცილებლად ძალიან გავახარებთ. აბა ერთი წუთით მე მგონი გამოვიდა ზარი ხო? ნინო გამარჯობა. გამარჯობათ ბატონო გიორგი. როგორ ახართ? კარგად, თქვენ როგორ ახართ? კარგად. Bonjour, Paris. Bonjour. Paris ხო? პარიზში ნინო მარჯანიშვილი, მოგესალმებით ნინო და ნუ რა თქმა უნდა ხო, ქალთა ძიუდოს პირველი ნაბიჯები ჩვენ ბევრი რამე გავიხსენეთ ხო, ალბათ გადაცემას ასევე უსმენთ თქვენს და პირველ რიგში როგორ ახართ, როგორ გძნობთ თავს და მე რაღაცეები გავიხსენოთ კიდე თქვენი კარიერიდან აი ეგ ნინომ თეამ გახსენეს ძალიან ბევრჯერ და რაც ყველაზე მთავარია, ყველაზე შედეგებზე უფრო მნიშვნელოვანია, რაც თეამ თქვა არის რომ ხართ 5 შვილის დედა, ხო სწორია, ხო? 4 ბიჭი, 1 გოგო. კი ბატონო, როგორ ახართ აბა პირველ რიგში ამაზე და მე ძველი ამბები გავიხსენოთ რაღაცეები. პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობა რომ დამირეკეთ, გამიხსენეთ, გოგოებს მოვიკითხავ ასევე. აი ერთი წუთით ახლა მე მოდი ესე შემოვატრიალებ, რომ გოგონების დავინახოთ ერთმანეთი რომ დაგანახოთ რა. თია, ნინო, როგორ სალამი. მადლობა რომ გამიხსენეთ, უღრმესი მადლობა, ჩვენთვის აი რა ვიცი, აი სულ მყევხართ რა და აი ჩვენ შორე მაინც ვერაფერს ვერ აშრება. ნამდვილად. აი გავიხსენეთ ჩვენი როგორ დაიწყეთ მოდი თქვენი ისტორიას რომ მოგვიყვეთ, ხო, ძიუდოზე დაუშვათ სიარული როგორ დაიწყო ის წლები რომ გავიხსენოთ. რთული, მაგრამ აი ყველაზე საუკეთესო წლები მე ვიტყოდი რომ ჩემს ცხოვრებაში მართლა ეგ წლები იყო 90-იანი წლები. ანუ გაზეთიდან გავიგეთ რომ ქალთა ძიუდო არსებობდა. მე დავდიოდი ცურვაზე და მამაჩემი მოდიოდა ხოლმე საღამოთი სახლში რომ წავსულიყავით და მანქანაში ჩავჭიქრეთ ცურვის მერე ვარჯიშს ეს გაზეთი მოხდა რომ ნახეო გოგოები ესეთი რაღაცები აცვიათ, მეთქი რა არის ეს მეთქი და ანუ წამოდიო გავიაროთ რომ დინამოზე ვარჯიშობენ. და წავიდეთ მე. მივედით დინამოს დარბაზში, გოდერძიველი ჯანაშვილი და ლელანე ბიერიძე დაგვყვნენ, მაშინ ისინი დავარჯიშებდნენ ქალთა ძიუდოს და აი არ ვიცი რატომ მოხდა ისე ინსტინქტურად სამომცდა რომ მამაჩემი გოდერძის ელაპარაკება მწვრთნელი რო იკითხა და მამა მეთქი შეიძლება შევიდე და ლეიბზე შევედი ეგრევე მხოლოდ მაშინ იქ ტატამი არ იყო თავისუფლების ლეიბი იყო დაგებული და დიახ აი ეს შევედი რაღაცა ის პოტენციალები ისინი მომიწურა ბღლარძუნი დავიწყეთ და არ ვიცი გოდერძაველი ჯანაშვილმა რა თვალზე შემომხედა და ხომ არ დარჩებიო
და იმ წუთში არა მეთქი რა ის გდებები რომ დაიწყეს შემეშინდა სავით რა ვიცი არ მომეწონა მაგრამ მე მეორეჯერ მესამეჯერ ჩემი სრული იყო რომ ის მომეწონა და ესე ჩავერთე ამ ქართულ ძიუდოს ანუ ქართულ ჭიდაობას რა ქართა ჭიდაობას უბრალოდ კი ბატონო აი მოდი ჩვენ გავიხსენეთ რაღაცეები ხო მათ შორის თქვენი კარიერის მიღწევები და ასე შემდეგ და აი რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა რო გამოვყოთ და ის ტურნირები როგორ გახსენდებათ ეხლა ძალიან დიდი ხანია გასული მართალია მაგრამ მაინც ის რო გავიხსენოთ ამ სპორტში საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდი შეჯიბრი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ვარ 72 კილოში წლები თუ არ ამცდება ნინოს შემახსენე 88-99-ში ვიჭიდავეთ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მე ნინომ ანუ ნინო ქუცნიაშვილმა და ირმა მელიქიშვილმა მანდ გავხდი ანუ წონების მიხედვით იყო ჯერ ირმა გახდა საბჭოთა კავშირის პრიზიორი როგორც 66 წონით კატეგორიაში ასპარეზობდა შემდეგ გავხდი 72-ში მე ჩემპიონი და ნინომ საერთოდ დაგვირგვინა მძიმე წონაში ნინომაც მეორე ოქრო რომ მოიტანა ინა გუდერძი ველიჯანაშვილი აი სიხარულისგან არ ვიცი ისე დღეში იყო მარტის თვე ჩემი ყველაზე დიდი შეჯიბრი ეგ იყო ძალიან ბევრჯერა ვარ სხვა შეჯიბრების ჩემპიონებიც პრიზიორიც და მეორე იყო დიდების საბჭოთა კავშირის თასი მოვიგეთ ბიჭებთან ერთად ვიყავით წასული ბიჭებმა წააგეს და ეგ იყო სენსაცია ბიჭებში რომ ბიჭებმა წააგეს და გოგოებმა მოვიგეთ ნინო 99 წელი მარტის თვე აბა კი ბატონო ქალაქი კრემენჩუგი მოდი მან ქალაქი კრემენჩუგი და ფინალის დროს გიორგი ესეთი კურიოზი მოხდა ისე რა ქვია მოსაწესრიგებელ ოთახში შევედი და გარედან დამტევს ამ დროს მეძახიან ფინალზე უნდა გავიდე და ვერ გამოვდივარ დავიგე დარბაზში გამოდიოდა პატარა ფორთოჩკა მაგრამ იმ ფორთოჩკას ვერ ავწუდებოდი და კარებს ვაღერ და დაკერკილია მაშინ ნინოს მამა იყო მაგ შეჯიბრზე ჩვენთან ერთად წამოსული იროდი რომელმაც სრულიად შემთხვევით დარბაზი დატოვა გარეთ გამოდიოდა და ეს ხმაური ხვირვილი გაიგო და ვინახარო და მეთქი იროდი ძია დამკეტეს გამიღო შემომიყანა დარბაზში ანუ მაშინ შევხვდი მე მან უკვე იძახებდნენ ნინოს სტატამზე რომელიც საბოლოო შემთხვევაში მე იმის მეშინოდა და მას ჩემი ეშინოდა მე საქართველოს მხრიდან ვიყავი პირველ ნომრად ჩემწონაში და ის რუსეთის ნაკრებიდან და ანუ დაიჭირეს რომ დამკეტეს ოთახში რომ არ გავსულიყავი ფინალზე მაგრამ იროდი ბიძია მიშვილა და იროდი ბიძიას დავსახურება მეგონი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი რომ გავხდი კი ბატონო ნინო ძალიან ბევრი რამის გახსენება შეიძლება ჩვენ კიდე ხო გავიხსენეთ აქ საუბარში და ხა თქვენც ალბათ მაკეთ დაკავებული იქნებით თქვენი პირადი ამბებით რაღაც ასე შემდეგ და ნინო როგორც ვახსენეთ ხო აქაც საუბარშიც და ესე იგი მე მაქვს ინფორმაცია მე მგონი სწორი არის რომ თქვენ ემზადებით სოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოთ, ანუ ისევ უნდა მოირგოთ ჯუდოგი, ხო? კიმანო, ჯუდოგი და იასპარეზოთ სოფლიო ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის, რომელიც პარიზში გაიმართება, ხო? საფრანგეთში ნოემბრის დასაწყისში. კი, 3-ში იწყება და 9-ში მთავრდება. 3 ნოემბერს დაიწყება ვეტერნების სოფლიო ჩემპიონატი პარიზში და დამთავრდება 9-ში და გოგოები მივიღებთ 7-ში მონაწილეობას. როგორ ემზადებთ? ეხლა მე ვიცი რომ ასევე რუსიკოც ემზადება კუპატაძე, სხვა ჩვენი მაია მე მგონი კიდე ტერუაშვილი ხო და 10 გოგოები საქართველოსდან 10 მოდიან მაია ტარუნაშვილი, იას ღულაძე, რუსიკო კუპატაძე
ირინა მიქაბერიძე და ჩვენი თაობიდან თურქეთში ცხოვრობს დღესდღეობით ელზა გაბრიელიანი, რომელიც ისიც ჩემსავით არის ჩართული, ემზადება ყოველდღიურად ფიზიკური ლეიბზე ჩედის, აი რამდენად გაუმართლებს და როგორ მოახერხებს ოჯახიდან გამომდინარე, აი ნახოთ. ძალიან კარგი, ასე რომ ჩვენ რა თქმა უნდა, როგორც ნინოს მარჯანიშვილს, ასევე ჩვენი გუნდის წევრებს, როგორც ქალებს, ასევე კაცებს ხო, იქით კიდე ცალკე ალექსი დავითაშვილი ემზადება თავისი ისტორიული რეკორდების გასაგრძელებლად და აგერ როგორც ვთქვით, იმედია რომ ქალთა მედლების რაოდენობაც გაიხსნება ხო ვეტერანთა შორის. ჩვენ ნინოს დავემშვიდობებით, პარიზს დავემშვიდობებით, მადლობა ჩართვისთვის და გისურვებთ წარმატებას ვეტერანთა შორის სოფლიო ჩემპიონატზე. ათი გოგო დაიცავს. ჩვენც ასევე ვუსურვებთ წარმატებას ყველას. ნამდვილად ვუსურვებთ წარმატებას და ველოდებით. ნახოთ რა იქნება პარიზში. ნოემბრის დასაწყისი არის, 3 ნოემბერს იწყება სოფლიო ჩემპიონატი ვეტერანთა შორის. კარგი, ჩვენ უკვე ნელ-ნელა ბოლოსკენ წავიდეთ ჩვენი გადაცემით, ჩვენი პოდკასტის რაღაცას ამბობდით ნინო, აი მე ახლა გადაცემის ხსენობაში მომივიდა ეს გავაანალიზე, რომ ახლა თია როგორც წავიდა, მე შემეძლო წასვლა, მაგრამ აქ უკვე მშობლებმა არ გამიშვეს რა, თორე რუსეთში შემეძლო წასვლა, იმიტომ რომ იმ წლებში ხო, როდესაც ხო ჩემპიონი ვიყავი და ნაკრების წევრი ვიყავი და შემეძლო წასვლა და კიდევ გერმანიის ვარიანტი მქონდა. ხო და მე ესე კარიერა დავამთავრე, ასე ვთქვათ, ამიტომ რომ როგორც გოგო აღარ გამიშვეს. გასაგებია. ესე იგი, ხო, ესეთი რთული ხო, ესეთი. ალბათ მეც ჩვენც რო იქ არ მყოლოდა ნათესავი, მეც ვერ წახვიდოდით, ხო. რა თქმა უნდა, ეს იყო რა და კიდე იმას დავამატებდი, რომ აი მაგალითად ეს ტურნირი მეგობრობა რომ მოვიგე, ხო? ეს იყო პირველი შედეგი, სადაც ჩემპიონი გაუხდათ რა, საბჭოთა კავშირის მხრიდან არ ყავდათ ამ ტურნირის ჩემპიონი და ეს იყო პირველი შედეგი რა, ჩემპიონობის პრეცედენტი უნგრეთში რომ მოვიგე. ხო, ეს როგორი ის არის, ეს შედეგები ჰქონდათ, ამდენი ხო, გოგოები იყავით ჩართული, ვარჯიშობდით. მე ნაკრებში ერთადერთი გოგო ვიყავი პერიოდისთვის საქართველოსთან. არავინ არ იყო, ხო და მაინც ესეთი პერიოდი იყო, თან რთული გეოპოლიტიკური ამბები ხდებოდა იმ წლებში. თან ახლა როგორც თქვით, ხო, ძიუდოს მიმართ კი გამოყოფა ხდება. კი ბატონო, ეს ანუ რაღაცეები ცუდადაც დაემთხვა, ხო? პლუს როგორც აღნიშნეთ, როგორც იყურებდნენ, ხო, ქალთა ძიუდოს არ წყალობდნენ, ასე ვთქვათ, მე ესეთი აზრი მრჩება ახლა თქვენი საუბრის შემდეგ, ხო? კი, არ წყალობდნენ, საქართველოს და რუსეთში ვერ. ხო, ნუ რაღაცა და ბევრი რაღაცა ესეთი რაღაც თემები იყო, რის გამოც ძალიან ბევრ თქვენთაგანს გულისწყეტა გაქვთ და რო არა ეს ყველაფერი გაცილებით სხვა შედეგი დადგებოდა ალბათ, ხო? ეს ჩვენ თაობა ხო დაზარალდა, რა თქმა უნდა და ამხელა ჩაყრილი ფუნდამენტი და საფუძველი წყალს გავატანეთ რა, ჩვენი კი დარჩა ახლა ვინ ჩამოგვართმევს ჩვენ ტიტულებს, ეს დარჩა, მაგრამ და კიდევ ვამბობ, რომ თიამ გააგრძელა და აი ესეთი სახელოვანი შედეგი დადო, აი ჩვენი დარბაზიდან, ჩვენი თაობიდან ამ გოგომ აიღო ეს სახელი რა და ჩვენი ის არის ეს სიამაყე. და თლა ისე არ ჩაიფარცხა ეს ჩვენი შრომა და რის თქმა უნდა იცით რომ ეს რო გაგრძელებულიყო და ამხელა წყვეტა არ ყოფილიყო 10 წლეულები დასჭირდა რომ საქართველოს კიდევ შედეგი დაედო ქალთა ძიუდოში ახლა ყავს უკვე ევროპის ჩემპიონი, ახალგაზრდებში სოფლიო ჩემპიონი, ახალგაზრდები ეთერლი პარტელიანი. მოდი ძალიან კარგია რომ გადმოვედით, ხო. ეს წყვეტა რო არ ყოფილიყო, ხო, ჩვენ გაცილებით უფრო ადრე დადგებოდა ეს შედეგი. გესმით, 2000-იანებში იქ ირინა იყო ლეონიძე, ვიღაცები გოგოები მახსოვს მე, მაგრამ
ჩვენ ასევე ესტერსტამიც ყავდა, გესწრებათ ხო, ჰოლანდიელი გოგონა, რომელიც ოლიმპიადაზე გამოვიდა და ევროპის მე მგონი ვერცხლის პრიზიორია. ხო, მარიამი კადეტებში გახდა ვერცხლი აქ, მე მგონი ახალგაზრდებშიც და შემდეგ მოვიდა ეს თაობა, რომელიც 2015 წელს ჩატარდა თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი და იქიდან წამოვიდა ეთერლი პარტელიანი მოიგო ეთომის პირველი ტურნირი და სხვა გოგოები გაცილებით ადრე გვექნებოდა დიდი შედეგები. მაგას ამბობთ ხო, რომ არა ეს ისა უკვე ხო. ანუ როგორც ვთქვი, რაღაცა ბევრი რაღაცეები ცუდად დაემთხვა კიდეც ერთმანეთს და თან ჩვენი თაობის გულის ტკივილი კი არ არის. მთელი საქართველოს იყო ეს ყველაფერი შედეგიანი იქნება. რატო შორის ხო აი ამას იხსენებდნენ ასევე ახლა მოგცა ღმერთმა ამის საშუალება რომ დაადობულიყო ამ ხელა შედეგები, მაგრამ გაცილებით ადრე გვექნებოდა. ადრე გვექნებოდა, კი. აუცილებლად მე აწლეულები დაჭირდა. ყოველთვის ვიძახი რომ იქ სადაც კაცი ჭიდაობს, გენეტიკა ერთი და იგივეა, იქ ქალიც ჭიდაობს. ნამდვილად. და მე შარშან ჩაუტარე მასტერკლასი ახალგაზრდების საქართველოს ნაკრებს ორჯერ ჩაუტარე და პირველად რომ მივედი, აი მე ვიყავი აღფრთოვანებული, სულაც ველოდი და სხვა დამხვდა და აი ძალიან კაი თაობა მოდის. ძალიან მოტივირებულები, ძალიან აი ხლაც მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან კაი შედეგი აჩვენეს გოგონებმა და საქართველოს ქალთა ძიუდოს კაი მომავალი აქვს, ძალიან კაი. და ხარში დგომაც აქვს რა. ისე ალბათ კი არის რა თქმა უნდა, კი რა თქმა უნდა. ნელების და ეს ეთყობა კიდეც შედეგებს ეც ეთყობა და დროც სხვა არის. დროც სხვა არის, კი, მხარდაჭერა არის. სპორტს ესჭირდება ხო, თავარი სტაბილური სიტუაცია, მხარდაჭერა და წარმოუდგენელია, მაგრამ რო არა დაუშვათ თქვენი თაობა, პირველი თაობა ხო, ვახსენეთ ხო, გოგონები ყველანი თქვენ რომ არ დაგეწყოთ უფრო გვიან რომ დაეწყო, სხვებს რომ დაეწყოთ უფრო გვიან, შეიძლება ცოტა სხვანაირი შედეგიც ყოფილიყო, ხო, უფრო მე იქით, ანუ მიხოთ სირთულეებისა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ზუსტად თქვენმა თაობამ დაიწყო. აი იმ წლებში, იმ რთულ პერიოდში და თქვენ თავზეც მიიღეთ ეს სირთულეებიც და მესმის ეს გულის ტკივილი და ყველაფერი. ნამდვილად ჩვენი მხრებით ვატარებთ. ეხა თანამედროვე ძიუდოს თქვენი ამბავი გასაგებია ხო? ეხა შეიძლება სასაცილოდ გეჩვენებათ ეს კი ვერ წარმოგიდგენიათ ეს რამხელა ის იყო და ეხლა უკვე ამ გადასახედიდან ალბათ რა ვიცი სასაცილოც კი ჩანს არა. მოდი კიდევ ჩვენ თანამედროვე ჩვენი ნაკრების გოგოებზე ვთქვათ, ალბათ სულ ყურებთ ხო მათ ასპარეზობას, ხა მსოფლიო ჩემპიონები ვართ თლათ შერეულ გუნდურში, ესეც ისტორიული ამბავი იყო და ხო და აი თქვენი გადასახედიდან დღევანდელი ნაკრების ლიდერებს როგორ შეაფასებთ? ეთერლი პარტელიან, სოფო სომხიშვილს, ხო, იქ მარიამ ჭანტურია, ეთერა სკელაშვილია. რაღაცნაირად უფრო დაძაბულები არიან პირაჩი და გუნდურის სხვა თემაა. გუნდურში სხვა ფსიქოლოგია, გუნდური ჭიდაობა სხვა, ისე აი ერთად შეკრებილი. რამხელა ჟინი ჭიდაობენ ხოლმე, იგებენ. ქალთა ძიუდო ძალიან კარგ დონეზეა. ჩერა მსოფლიო ჩემპიონი ეს უკვე всё ყველაფერი. ძალიან კაი, იცი როგორ არის ეთერის მე ახლა კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ და ძალიან მოწესრიგებული გოგოა, როგორც იცი, ძალიან დისციპლინებული გოგოა და ეს ძალიან დიდ მაგალითს აძლევს სხვა გოგონებს, რომლებიც მასთან ურთიერთობენ და ეთოს მაგალითზე ძალიან ბევრი კაი სპორტსმენი გაიზრდება საქართველოში. ანუ ძალიან სწორი ლიდერია ეთერი. და ეს მინდა რომ აღვნიშნო, რომ ძალიან ყოჩაღი და კაი გოგოა რა. კი ბატონო და უსურვოთ ის, რომ ოლიმპიადაზე სულ აი მისულია თითქმის მედლამდე, ხო? ზედიზე ტოკიოშიც ხო გვახსოვს და პარიზშიც ერთნაბიჯი დააკლდა მედლამდე. ეხლა ოლიმპიადისთვის ძალიან თავდაჯერებული შეხვდება კიდევ. ძალიან მსოფლიო ჩემპიონის. ჯერ ოლიმპიადამდე კიდევ მსოფლიო კი ბატონო, კი ბატონო, კი ბატონო. სწორი მიდგომა, დისციპლინა და შრომა მოიტანს ყოველთვის ნამდვილად მიზანსწრაფულობა. ხო, კიდე ერთის ვფიქრობდით, აი სხვათა შორის რამდენად თან მიიტანენ და ამას გაანალიზებენ და რეალიზებას გაუკეთებენ. მაგალითად მე ჩვენ აი ნინოსაც ქონდა ეს აზრი, მეც გოგოებს, რომ აი რატომაც არა რომ თქვათ
ესეთი ტიტულოვანი სპორტსმენი ყავს თია დონღუზაშვილის სახით და თიას სახელობის ტურნირი რო დაფუძნდეს საქართველოში, აი იქნებოდა ძალიან კარგი ამბავი მაგალითად. საქართველოს საბადოა ოლიმპიური ჩემპიონების. ხო, არა, ქალთა შორის ვამბობ რა. იმიტომ რომ ჩვენ ესეთი შედეგი არ ქონია, მე რა საქართველოს სახელით არ იყო ეს შედეგი დადებული რა. ну ჩვენ ფიქრობდით ამას მაგალითად ეს თორე არის. საინტერესო მოდი მაინც მე მოსაწონი თემა. კი, მაინც შეიძლება ეს ხო, ნინო ცულ მაგას ამბობს ხოლმე მარჯანიშვილი. ბატონო ნინოს მარჯანიშვილი ჩვენ გვისაუბრია რა ამ თემაზე საერთო საჭიროებო საკითხებზე და ერთ-ერთი ესეთი თემაც ქონდა რა. მაშინ ესეთი კითხვა დავსვათ ბოლოსკენ საქართველოში დაბრუნებას ხო არ ფიქრობ ან ამ კუთხით რა შეიძლება მოდი ესე ვთქვა რა შეიძლება ითქვას ამ მიმართულებით პრაქტიკულად მე ახლა ბოლო 4 წელია ვცხოვრობ საქართველოში ჩემი შვილი ცხოვრობს აქ ამიტომ ყოველთვის ყოველ შეჯიბრის მერე ჩემი ზმორების მერე ვბრუნდები საქართველოში პრაქტიკულად საქართველოში ვარ მაგრამ პანდემიის შემდეგ აქ არის თითქოს იყო შემოთავაზება დავით ქევხიშვილისგან ეს ოლიმპიადამდე მაგრამ ну როგორ არის მაგ პერიოდში არ მოპირებდი ჯერ აქეთ გადმოსახლებას ხო და და ეს არ არის ცუდი თემა ძალიან არ არის ჩატარება არა აქ საქართველოში დაბრუნებაზე არა მე ვიცი რაც და დაველოდოთ ნახოთ როგორ განვითარდება როგორ ძნელია სპორტში მით უმეტეს და მოდით აი ბოლოსკენ უკვე ჩვენი გადაცემა უკვე ესე ბოლოსკენ წავიდეთ ხო ბოლო პასაჟები და რაღაც ის თქმა გინდოდა ნინო მინდა რომ ძიუდო არ არის მარტო სპორტი ეს არის მეგობრობა ეს არის ურთიერთობა მთელი ცხოვრების მანძილზე მიყვება თიას სახით ირმას სახით, ნინოს სახით, ჩვენ ერთმანეთში არასოდეს დაგვიკარგია ერთმანეთი და ვართ ძალიან ახლო მეგობრები. ანუ მეგობრები შეგვწინა ამ სპორტმა ჩვენ და ცხოვრების მეგზურები შეიძლება ითქვას თამამად კი. და ეს არის ოქროს ხანა, თავისი პლუს მინუსებით, აგერ ხარვეზებზეც ვისაუბრეთ, ეს ყოველთვის იქნება და ალბათ ეს კიდე მეტ мотиваციას გმატებს, რომ როცა რაღაცა პლუს მინუსი არის, რომ ის გამოასწორო და მეტი მიზასტრაფულობა გქონდეს და აი ჩვენ შევიძინეთ ერთმანეთი რა მეგობრების სახით ჩვენ ყველამ. და არასოდეს არ გაწყვეტილა ჩვენ შორის მეგობრობა და ამას ვუმადლით ძიუდოს და სპორტს. ის ახლა ბოლოს მინდა რა ის ვთქვა რომ პირველად თქვენი ხმა რო გავიგე გამოცხადების დროს მე ვფიქრე უსწავლიათ მეთქი ამ ქართული გვარის გამოცხადება როგორც იქნა მეთქი იმიტომ იმდენად დამახინჯებულად აცხადებდნენ ხოლმე ჩემ გვარს და უიმდი გამოუსწორებიათ მეთქი და რა კარგად აცხადებს და მე დავეჭვდი იმაზე რომ ქართველი რო გაიმარჯვება და ქართულ მელოდიას რო რთავდი აქ რაღაცა მე მითხეს რომ რაღაცა სხვა ამბავია და მე მითხეს რომ ქართველი კი თეა მეც იგივე მქონდა ან ქართველია ან ძალიან კარგად უსწავლია გამოცხადება თქო და მე აღმოაჩინე რომ ქართველი ბრძანდებით ბატონო გიორგი და მე რო დავწერე რომ უიმეთქი ქართველი ყოფილა და ბატონმა კობამ დამიწერა იქ Facebook-ზე პოსტად რომ მეთქი როგორ სუფთა ქართულად აცხადებს და ქართველი არის და თქვენ რო სპორტთან შეხება გქონიყოთ გეცოდინებოდა გიორგი ჭანიშვილიო და მე ვთხარი მე ეს ვარ მეთქი აბა მიცნობთ და არაო არ გიცნობო და მე ვთხარი არც მე იმიტომ არ ვიცოდი მეთქი კი ყობას აქედან მოვიკითხოთ ყობა დემეტრაშვილი აუცილებლად ერთ-ერთ შემდეგ გადაცემაში ყობა იქნება ჩვენთან ჩვენი მე და ყობასი კი ძალიან კარგი ძალიან დიდი მადლობა რამე ისეთი ხო არა აი ეს დავამატებ კიდევ რომ მე რო ესეთი რაღაცა არ ჩანდა ჩვენი თაობა, მე დავიწყე Facebook პოსტების წერა. სხვადასხვა კი აქტიურად ჩვენ გოგოზე თავისი სურათებით, თავისი ტიტულებით, ყველაფრით და დამსახურებებით იქ ერთ-ერთი პოსტია კიდე ყველა ჩამოწერილი ყავთ ოსტატები ხო? სპორტის ოსტატები მწვრთნელებზე გავაკეთე, კი. რუსიკო, ია და სპორტის ოსტატებზე ცალკე და თეაზე ყველა გოგოზე გავაკეთე და ამითი აი მე რო გაზიარდე და ისა კიდე უფრო ახლიდან
გაიცნოს ვერ ვიტყვი, მაგრამ კიდე ახლიდან როგორ თქვა გადახედეს ასე ვთქვათ შედეგებს და გაიხსენა ხალხმა რა მეგობრებმა. ფაქტია ხა მეც რო გიყურებთ ხა და ასე რომ კონდა ჩვენ საუბარი ხო რუსიკოსთან, იასთან, ლუდასთან ძალიან ბევრი გაქვთ სათქმელი ხო ეს ფაქტია ეს ესე არის და რა ვიცი აი მე მგონი ამ სათქმელის რაღაცა ნაწილი ნამდვილად ზე ვისაუბრეთ თლიანობაში შეძელით ხო თლიანობაში დიდი ვიცი რომ დიდი თემაა ძელი თემაა და გაგრძელდება ეს თემა რა თქმა უნდა აუცილებლად ჩვენი გადაცემაც ვიცით ლიდერ სპორტი აფინანსებს და ხელს უწყობს ჩვენს გადაცემას და წინ არის ყველაფერი რა და ნახოთ აი თქვენ ხართ პირველი ადამიანი ვინც აი იმხელა ჩვენი აი რო დაამთავრდა ქალთა ძიუდო ჩვენი თაობის ვინც აი ესე გაგვიხსენეთ მოგვიწვიეთ გვასაუბრეთ მოგვეცით საშუალება რომ კიდევ ერთხელ გაბრწყინებულიყო ჩვენი თაობის შედეგები და გვეთქვა ჩვენი სათქმელი. სათქმელი ძალიან ბევრია კი, რაღაცები გავიხსენეთ, გაიხსენეთ ეს მესმის ახლა ხო ეს არის. თქვენ უღრმესი მადლობა ამისთვის, ნამდვილად თქვენ მოსვლისთვის. მადლობა რომ თქვენ გულშემატკივრეთ და თქვენ ეს შეძელით. აი ნამდვილად მოხიბლული მივდივარ და მადლიერების გრძნობა. მადლობა თქვენ სტუდიიდან და თქვენც მადლობა ბატონო გიორგი. ასეთი დიდი ყურადღებისთვის ქალთა ძიუდოს მიმართ. დიდი მადლობა თქვენ რომ დაფასება იყო თქვენი ძალიან. აი როგორც ნინო როგორც თქვი ხო, ყველა წინააღმდეგი იყო, ყველა რაღაცა გიყურეთ, მაგრამ მაინც ბოლომდე ჯიუტად გაიტანეთ თქვენი და ერთ იუმორს ჩავთავ და ამი დავამთავროთ. იუმორი დავამთავროთ. ესე იგი სულ გაზეთებში წერდნენ რომ რა გინდათ, რა გაჭიდავებთ, ხაჭაპურის გამოცხობა ისწავლეთ ეს და მე მყავდა ბიძა იმერელი და იმერელი მყავდა და იმერული და თეა ისწავლეს საჭმის გაკეთება, თეა ისწავლეს საჭმის გაკეთება და არამეთქი არ მისწავლია მეთქი ჯერა და გოგო აბას სტუმარი რომ მოგივა მაგიდა ხო უნდა გაუშალო იმას ხო არ ეტყვი მოდი გეჭიდაო აი ამ თემით დავასრულოთ აი მაგხრივ როგორ მე ბოლო ისწავლეთ ალბათ ხო რა თქმა უნდა საჭმლის გაკეთებაზე არა მე ვერ ვიტყვი იმას რომ ძალიან მაგარი კულინარი ვარ ეს საინტერესებთ ხოლმე რომ აბა მე მაქვს არჩეული რაღაც ბლუდები რომელიც მაგალითად ვაკეთებ და კარგად გაუნდის და ეხლა ჩემდებს ვერ შევედრები ვერაფრით ჩემდები ძალიან და დედა მყავდა კიდე იმერელი რომ ასე რომ კი რაღაცას ახლა ბავშვს ცხოვრებამ გვასწავლა ყველაფერი რა თქმა უნდა ბავშვს ოჯახები და აბა ოჯახს თუ არ დააპურებს სხვანაირად ვერ იქნება და ამიტომ ვისწავლეთ ყველაფერი ძალიან კარგი მეუღლე მყავს ისეთი ჩემს ძალიან იმას გამოზის მართლა კი და ძალიან უყვარს სხვათა შორის მეგობრები რომ ვიკრიბებით ხოლმე ვთხოვთ ხოლმე რომ გაგვიკეთოს რაღაც თავისებური ძალიან კარგი ჩვენ ხა იმდენი ხანი ვილაპარაკეთ მე მგონი რომ მაინც ბოლოს მივედით რას ყველაზე ძალიან გვიყვარს ხო კერძები და ნამდვილად ეს ყველაფერი და ძალიან კარგი კიდევ ერთხელ ნინო თეა დიდი მადლობა მოსვლისთვის საუბრისთვის ჩვენ კიდე ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში თუ ასე შემდეგ ტარამბისთან სიახლოვეს და ასე რომ მადლობა თქვენ და ჩვენს სმენდელს და მაყურებელს შევახსენოთ რომ დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმრები გახდნენ დიდი ჩემპიონები ნინო კუცნიაშვილი და თეა დონღუზაშვილი